როგორც ვართ, ისე ვარ სულ. გაჩერებული ვართ ერთ ადგილას, არაფერი არ იქნება, მე მგონი არასდროს. ემსავრობა არ ვიცი რა იქნება. ნახოთ არჩევნების მერე იქნება უფრო სხვა უკეთესი მოვიდა ვინმე და უფრო სხვანაირად იქნეს ყველაფერი. რა ვიცი აბა. არა უშავს. საშუალოდ. რა უნდა შეაფასო, რაც არ გაუკეთებიან შვილო. რა უნდა გითხრათ, რა ვიცი აბა. ძალიან კარგად მუშაობენ. ყველაფერი დაკარგულია და ფოთის მთავრობა რა. ძალიან ცუდი წელი არის, ასე რომ ვთქვათ, რაც ეს მთავრობა დადგა ფოთის სათავეში. იმიტომ რომ ახალგაზრდებს სამუშაო არ გვაქვს, ფაქტობრივად გზები მოუწესრიგებელი არაფოთ არ ვარგა. საახალწლოდ დაჟე საახალწლოდ კონცერტიც კი ვერ შემოგთავაზეს ნორმალური, რომელსაც შეეძლო ახალგაზრდები რაღაცით გართობილიყვნენ და ესეთ რაღაცით არ გამოადგება ჩვენ მთავრობას მუშაობა, ეს არიან ძალიან უმაქნისები და თუ წავლენ ჩვენთვისაც კარგი იქნება. ბევრი ხეები დარგოს, ფოთში ქარი იცის, ეს არის რიონის ხეობა. და მეტი ყურადღება მიაქცევს უბრალო ხალხს. არაფერი არ გაუკეთებია ამ მთავრობას, ხალხის სასიკეთოდ არაფერი არ არის შვილო გაკეთებული. და ველოდებით ალბათ უკეთესობას რა ვიცი. ყველაფერი რაც გაკეთდა, შვენიერი კარგად გაკეთდა ყველაფერი და კეთდება უკეთესობა იქნება კიდევ. ფოთში. ფოთში დიახ. და საქართველოში კიდევ უკეთესობა იქნება. ახალ პრემიერი უფრო შვიდად და უფრო გონივრულად მიუდგა საქმეს და უდგება საქმეს და გააკეთებს. გასული წელი კი არა, საერთოდ მითხარი რა ვარგა ამ მთავრობის მისვენებები. მგონი აქტიურად მუშაობდნენ, იყო აქტიური რაღაც საზოგადოების მხრიდან ჩართულობას ჰქონდა ადგილი და საინტერესო წელი იყო საერთო ჯამში. თვითონ საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთო და მე მგონი ხელისუფლებაც მუშაობდა, თვითმმართველობა მუშაობდა მათთან. მე ასე ვხედავ ჯერჯერობით.